ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება პედაგოგიკის პროგრამებსა და აბეთ აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე. თბილისის გარდა სხვა ქალაქებში უნივერსიტეტები რჩებიან მულტიპროფილური და უბრალოდ იმას რა ქვია ტექნიკურ უნივერსიტეტს აუკრძალეს ჰუმანიტარული საგნები და ილიაონის გაუქმება გადაწყვიტეს და დაბრუნება იმ ეპოქაში, როდესაც იყო პუშკინის პედაგოგიის ინსტიტუტი. ეს არის გალაშქრება ჩვენი ახალგაზრდობის წინააღმდეგ, რომ ადამიანები უკვე აღარ აზროვნებდნენ თავისუფლად, დამოუკიდებლად, კრიტიკულად. სრული მხარდაჭერა ჩვენს ახალგაზრდობას, ჩემს კოლეგებს, რომლებიც ასწავლიან, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები წარმოადგენენ დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. მეგობრებო, განგაშია ქვეყანაში, ებრძვიან განათლებას და ესე იგი ებრძვიან ჩვენს სახელმწიფოს. პირველ რიგში, რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მე მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომქოლმაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი. ძალიან დავფიქრდებოდი, რასთან გვაქვს საქმე, თუ კი იქ ვინმე არის გულწრფელი. და თუ კი ეხა ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, გასაგებია მაშინ რასთანაც გვაქვს საქმე. რო წარმოიდგინეთ იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტი დღეს ახორციელებს დაახლოებით 100-მდე პროგრამას ბევრი მიმართულებით და აქედან რჩება მხოლოდ პედაგოგიური და ეს ეგრეთ წოდებული აბეტის აკრედიტაციის მქონე პროგრამები, ფაქტობრივად ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი კარგავს პროგრამების 90%-ს, შესაბამისად სტუდენტების 90%-ს. არის პრობლემები უმაღლეს განათლებაში. ახლა ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებსაც შეეხება, ამაზეც უკვე რამდენიმე თვის წინ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და მათ შორის ისაუბრა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპზე. რაც იმდენად ლოგიკური და სწორია, რომ სინამდვილეში სუბიექტური დაინტერესება თუ არა აქვს რომელიღაცა ფაკულტეტის დეკანს, არ ვიცი, ან ფაკულტეტის თანამშრომელს, რთულია ამას ვინმე შეეწინააღმდეგება, არც არავინ არ ეწინააღმდეგება, ხომ? ვიძახიან ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთ ქალაქს ეს არ მიესადაგება. უბრალოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თესეუს, ილიაონსა და სამედიცინო უნივერსიტეტს აუკრძალეს რაღაცების კეთება. ჩვენ ვნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომელიც მიესალმება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია, რომელიც ამას მიესალმება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია, რომელიც მიესალმება, რეგიონული და სხვა ყველა მიესალმება ამ პრინციპს. შესაბამისად, ამ პრინციპის მიხედვით მოხდა ადგილების გამოცხადება სხვადასხვა უნივერსიტეტში, ყველას და ისეც ითქვა ტრადიციული პროფილის აღდგენა და ილიაონზე იძახიან, რომ აი ჩვენ მოვიგონეთ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და ამ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის მთელი ამბავი არის ის, რომ სინამდვილეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დააბრუნეს პრეისტორიულ ხანაში ქართული აკადემიური სფეროსთვის და პუშკინის ინსტიტუტად გადააკეთეს ის. ყველამ კარგად დაინახა ახლა უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში, როგორც აკადემიურმა პერსონალმა, ისევე სტუდენტებმა, რომ ტექნიკურ პროფესიებზე გაზრდილი არის რაოდენობა, მისაღები კონტინგენტის და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების განზრახვას, რომ ტექნიკური მიმართულებით, სადაც ჩვენ დეფიციტი გვაქვს პროფესიონალების და პროფესიის წარმომადგენლების, ტექნიკური მიმართულებები იქნება პრიორიტეტულად მიხედვილი და ამ მხრივ ტექნიკურ უნივერსიტეტს ექნება განსაკუთრებული მხარდაჭერა. შესაბამისად, სხვა უნივერსიტეტებში ასე რომ, მე მგონი ყველაფერი